ჩემი და მირიანის შემდეგი გაჩერება უკვე არის ქვემო რაჭა. წავალთ მდინარე რიცეულას ულამაზეს ხეობაში. ავივლით კლდის უბანს, ასევე ერთ საოცარ ადგილს, რომელსაც ვეძახით საყუდელებს. და აქედან ავალთ უკვე წესურში. სადაც გავჩერდებით უმშვენიერეს ტყეში, მდინარის გვერდით. გვექნება ოფროუდ. მოვამზადებთ ჩვენს საფირმო სტეიქს ქოაზე. ხოლო შემდეგ დღეს უკვე იქნება დანაპირები. ეკვივი დრონის პირველი ფრენა. ნახოთ, როგორ ჩაივლის ჩემი პირველი ფრენა, დავლეწავ თუ არა მირიანის საჩუქრს. დაუჯექით მეგობრებო, წინ გელოდებათ საინტერესო და რამაზი ვიდეო. აი დავბრუნდით ერთად. დავბრუნდით ისევ დაპირებისამებრ. აი თუ იღებ ეგ ახალია მირიან? ეს არის 4. ეხლა რო გამოვიდა ხო? შვიდობაში. მე შვიდობაში. და შენ შვიდობაში. ვაა. ეს არის ჩემი ერთ-ერთი დრონი. მადლობა. და აი ცოტა ფერადია. მაგას მე გაგაცნობთ და გეტყვით. დღეს თუ არა ხვალ იქნება შენი პირველი სატესტო ფრენა. და თან არ გვატარო. თუ ჩამოგდება სადმე ბარში ჩამოვა. არ გადაიყვანე შენ ეს. ციგარი ხარ? ჩვენ უნდა წავიდეთ საკმაოდ შორს რა. აი ზემოთ მთებში გზადაგზა გეტყვით, სად მივდივართ, როგორ მივდივართ და ასე შემდეგ. ვიმყოფებით ქვემო რაჭაში და მივდივართ საყუდელების მიმართულებით. აი მირიანი მოყვება. აქეთ არის საყუდელები. ჩემს ძველ ვიდეოს თუ გადახედავთ, აი კლდის თავზე არის წმინდა გიორგის ტაძარი, სადაც მე და ნუკრის ლაშქრობაც გვაქვს გადაღებული. ნუ ეს ფიზიკურად ვერ დავიტოვებდით აქ და ამიტომ ნინი და ნუ ეს სახში დარჩნენ. და მარტო წამოვედით აისონთან ერთად. მაგრამ მე ნინის და ნუ ესაც გვექნება ლაშქრობები. დღეს სადღაც ზემოთავად საკმაოდ შორს ისე. სადაც ხალხი უკვე აღარც მოძრაობს, მაქსიმუმ მონადირეებს თუ ნახავ, ან მეტყევეებს და სადმე ვიპოვით რაიმე დასაბანაკებელ ადგილს, რომ გავჩერდეთ და დავრჩეთ. და იმახსოვრეთ, რაჭიდან ქვემო სვანეთში ფეხით გადასვლის ვიდეოს იქნება აუცილებლად რა და საერთოდ მაგალპურ ზონაში ლაშქრობის ვიდეოს. ბოლოს ვიყავი შარშან რა და მის მერე ისე შეიცვალა აქაურობა. აი ვერ აგიხსნით. ეთყობა მდინარე ძალიან ადიდლა, იმიტომ რომ ძალიან შეიცვალა რა აქაურობა. მეგობრებო, სალაშქრო აღჭურვილობის, ანუ დანების, იარაღების, ნაჯახების კუთხით ჩემი პარტნიორი არის ნაიფჯი, საიდანაც დღეს წამოღებული მაქვს დღევანდელი ლაშქრობისთვის ფისკარს X7, მორა კანსპოლი და რავი, თუ დამჭირდა ვიქტორინოქს ჰანცმენიც. პირდაპირ საყუდელების ძირში ვართ.
აქ არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საბანაო ადგილი. აქედან კაი გადასახტომი კლდეებია. მეგობრებო, აქეთ არის კლდიანი გზა, სულ რა ნახეთ. თავზე დასამაგრებელი არ მაქვს. საფორგულში აღარ ავიღე და მაგითო გზის ბევრ ნაწილს არ ვიღებ. ახლა არის 8 საკლია 6 წუთი. და ჩვენ კიდევ ჯერ დასაბანაკებელ ადგილს ვეძებთ. აი სად ვართ ჩვენ? კიდევ ბევრი უნდა ვიაროთ. ჰესის თავზე მოვადექით მდინარეს რა და ასე მიდის გზა. აი აქ ცოტა არ მინდა გარისყვა. ახლა მაინც ნაწვიმარიც არის და ადიდებული მოდის, ამღვრეულია კარგად არც ჩანს. და ჩემი მანქანით არ მინდა გავრისყვა და მირიანი დრონს ააფნეს, შეათვალიერებს, იქით მეორე გზაც გადის. შევხედავ სიტუაციას, რომ სადმე გვინდა დასარჩენი, თუ არა და გვიღამდება. აფრინდება მირიანი ნახოთ. ეს გვერდით აგზა. გონია რომ მანდ უნდა მოვძებო. იქნება ნაპირში მივიდე სადმე და გავჩერდებით კიდეც. აი აქ თუ არ ჩასასვლელი. დრონით მიდიხარ? თან დრონსაც არის. საღოლ მირიანს. აუ ნახე რა ხელა ის არის. მე მგონი ეგ გამოვედები რაღაცას ქვევს. მოკლედ გადავიფიქრეთ, იმიტომ რომ მირიანიც გადავიდა და გარისყვა დარღისო რა. დიდი ქვები არის, ამღვრეული წყალი მოდის. თან ადიდებულიც არის მდინარე და რადგან გარისყვა დარღის. მე უნდა წავიდე წესით წინ. ქვემოთ ბრუნდებით სხვაგან. სადმე სხვაგან ვიპოვით დასაბანაკებელ ადგილს. მეგობრებო, ძალიან მინდა რომ ვიდეოში აღქმადი იყოს ხოლმე ყოველთვის უგზოობა ოფროუდი, მაგრამ ფიზიკურად რთულია რა მაგის აღქმა ვიდეოდან. კამერაში ყოველთვის არ ჩანს როგორი სირთულის არის რეალურად გზა. აი მირიანმა კი აღნიშნა წეგან ჩემ მანქანაზე რომ კარგად კალიასავით ამოიარაო, არა და მართლა რთული გზა არის რა. აქ გადის წყალი მეგობრებო. ქვემოთ მდინარე რიცეულა. აქ გავჩერდით მეგობრებო. აი ტყეში ვართ რა, ზუსტად მდინარესთან აი ფიზიკურად ვერ ვიპოვეთ გასაჩერებელი. აი მთების ქვეშ ვართ, მდინარე არის, აი ხეები გვეფარება რა ჩათვალით. აქ დავბანაკდებით ხამით, აქ დავრჩებით. ჩემი დიდი ხნის მონატრება ციცინათელ არ მინახავს. რავი, ბავშვობიდან, ოღონდ სერიოზულად. აი ერთია. აი
სამწუხაროა რომ გადაშენების პირას არიან. წვიმა წამოვიდა ჩვენთან. აისო შემობზანდი შიგნი? კაჟი არ წამომიგია. რა? არა, ჩემთვას უთხარი. კაჟი არ წამომიგია თქო. სანსებელი თანთე. კაჟი დამჩა თუ ჩავაგდე და ვერ ვიხსენებ. იმხელა ჩანთა მაგ ხაზს ძალიან ვიპოვე. მირიანს ცეცხლი მზად არის. არ მოხდება რა. რატო გონია შემოასხავს? ნახე, ტაისონი ჩემთან ბრახოს დაჯდა. გვერდები უნდა დაკიმო, რომ წალი არ დაბოლდეს და ჩაისხოს. ამდენი ხანია შენ გიყურებს. ხო და წერან რომ მოდი აქ დამიზდა. ეხლა მაგას. გრილდება ეხა. მოიმზადა. მირიანი ჭრის ქათამს. არც ხორცი დაჭრავი. აი იცი სად უნდა გაჭრა? სადაც ძვლების ის არის, აი სატრიალებელი. მაგდენი ვიცი. იმას ხონდა გააჭერ. ეს რას ჩავყარო მე? მოდი ამას ჩავყაროთ, ხო გზა არ გვაქვს, იმიტომ რომ ისიც უნდა იმას ეგ მეკავრეცხო. მეკავრეცხო. მირიანს ქონია კაჟიანი მორა და არ იცოდა რომ კაჟი ქონდა. ვაფშე ეგ რო იყო, ეგ არ ვიცი. აუ სალესი უნდა ვიყიდო რა. სალესი უნდა ჩავაგდო. გარჩეული ნიორი რო გიყიდეთ, მადლობას ვერ ვუწევ. მოდი ახლოდან და კამას გადავიღო. აჰა, შვენიერი ნაჭერია. ეს არა, ნო. შენ არა, ტაისონ. ტაისონ, მოდი აქ. ეს აქ. ტაისონი აკუზის მირიანს. ახლა აბა რას მისცე მირიან ტაისონს ეხა? ფილე მივცე. როგორ მიყურეს ხა? დაქტიოთ ფშივრები. აჰა, კაი. ძახს. აუ ტაისონ რამხელა ნაჭერი მოდის. საუკეთესო ნაწილი. რა გინდა დავსერო? ბიჭო, მე ესე იმაშვები ხოლმე რა, უჩი. ესე? და თუცე, მაგრამ საცემი არაფერი არ აქვს. ნაჯახი. ეს მთლიანი გინდა სვალი ნაჯახი მარილი ვცემო? გვა. ან მუშტი, რა ვიცი. ბიჭო, ნაჯახით. არა. ესე შეგინდა. ო, აი ეგრე კაი. მაშინ დავსვიდო სამერის და და ჩემი აზრით პაპრიკაც ძალიან მოგვწევს. პაპრიკა ხო ბულგარეთში დაკარგა. გონი კი? რა გავაძრეჩი. როზმარი. გემო. ჩემ აყურებელმა არ ვიცი ბადრი ჩასვას თუ არა, მაგრამ ვინც იცით რატო არ შეიძლება პიკნის ჩაის ხშირად სმა? დააკომენტარეთ. მე ის ვიცოდი მარტო რომ წნევას აგდებსო და ალბათ კავშირშია ის. მე და შეიძლება კავშირშია. წავა ეს მთელი მაგიდა. ცემ. ო არინა მე და აჰა. ხორხოშერა მარილი. მე ხორცს უნდა ხორხოშელა მარილი. მაგას იღებს კარგი. სუეცი ერთად. არა, გადავამიწევს. ამას ქვები და იმას.
მაგრად შევაზავეთ სტეიკი და ახლა დავდებთ უკვე ქვაზე. აქ ცალკე შქმერული გოლუდება. საათი არის თითქმის 12 უკვე. იყოს ეგენი ვარსკვლავებივით. მგონი ცოტა უნდა გამოვწვო, თორე ირიქით არ გამოვწიოთ, მე მალე არ გაცივდეს. ბიჭო, ამ სტეიქს. საკური სტეიქს ეგეც ვაი. ცხელზე უნდა 2 წუთი. ისაა ჩემი ქვა. რომელიც გატყდა. ბიჭო. სადა კარაქი უნდა მგონი. და იმიწოს, ხო კარაქი გადაუსე ამოაშრ. შეძობია გან. ხოთი არ გვეტევა ვაფშე. ამას ხმიაკია. ამასაც. სადოთ თუ არ გა. რა უნდა ჩანგალი? ხორცი. ეს კი არის მგონი. ხო შემთხვევაში ვარდისფერი არ არის. მიდი აბა გასიდით. ფიქრობ. არის კაია და რბილია. ეს არის. ისეთი მაგარია რომ. მაშინაც ესე ჩაიცინა. ეს აქედან აღარ ექნება. ჩვენია კარგია კვადრი შენი ჩემი არ არის მარნეულ შეუძლია დაგვასპონსორო მარნეულის მწვანეა მარნეულმა ერთ-ერთი მაინც დაგვასპონსოროს ანუ 2 YouTube ჩანელი ამწუდეს გავინაწილებთ მე პროდუქციას. მარნეულის მწვანე აჯიკარი სიგიჟე. აი ესეთი ჩვენი სტეიკი. მოგაწოდოთ. კვადრატი. მაგარი გამოგივიდა. მე მოასწრო ხოჩი. აი გაძენძილი ხოჩი მაგარი. აი გეტყვი. Tverulze ცოტა პრობლემები გვაქვს, იმიტომ რომ ცხენი დაგვაყდა. უფრო მეტი უნდა მირიან, აი ეს უნდა თუხთუხებდეს. ორა დაბგას და აა ეგეც არის. მეგობრებო, უკვე 2 საათი ხდება. დავწვევით ახლა დავიძინებთ. დღეს საერთოდ ისეთი დაღლილი დღე გქონდა. მირიანი გუშინ ჩამოვიდა რაჭაში, საკმაოდ რთული ღამე ქონდა, ძლიერი წვიმა იყო რა. მე და ნინი დღეს ჩამოვედით რაჭაში საღამოსკენ. მივედით სახლში, ჩვენ ყველანი ერთად. უცებ შევჭამეთ და ჩვენ აქეთ წამოვედით ცალკე. ბევრი ვიარეთ, რთული გზები გადავლახეთ. ზემოთ ავედით, ორი პოეთ კარგი ადგილი, ჩამოვედით ქვემოთ და რა მოვასწარით, ცეცხლის დანთება, საჭმელი ვჭამეთ და აგერ ვლაპარაკობდით ისა ესე და მოვიდა 2 საათის მაგრად მეძინება და ისოდმა უკვე დაიძინა კიდეც. ავი დავიძინეთ მეგობრებო და შევხვდებით დილას. აბა ტკვირი წილი.
დილა მშვიდობისა მეგობრებო. 7 საათი არ არის ჯერ ავდექ. საშინად მეძინა. თითქოს ძილი მეყავ რა, მაგრამ იმ ხრი მეძინა სულად რომ ვერ ვიწექი რა. ხო იცით თქვენ მანქანაში ძილი როგორი საშინელება არის. უკან ვერ მოვთავსთ, იმიტომ რომ დაყერავებული არის მანქანა აქ. ცოტა სწორი ადგილი ვერ ვიპოვე. მერე გადავედი წინ და ფეხი ისეთ გაბუჟებული მქონდა, რომ გამეღვიძა. ამას უკვე თამაში უნდა. ტაისონ შენ გამაგიშებ გონი. და რავი რა, ასე თუ ისე ცოტა მეძინა. მაგრამ აქ რო გამოხვალ, თავი რაჭაზე ვგიჟდები, რაჭა განსაკუთრებულად მიყვარს და თან ასეთი ბუნები. მე აქ რო გამოხვალ და ყველაფერს შეხედავ, ძილის თუ აღარ მაინტერესებს. აი რა კარგია რა, ჯერა ჰაერი. ჩვენ ყოფილვართ უზარმაზარი ცაცხვების ქვეშ. გუშინ ერთი რაღაც ცუდად დასრულდა ჩვენი შქმერული. იმიტომ რომ აი ცხიმი დაგვაკლდა, ძალიან გახურდა. დაიწყო ქათმის მიკრობა. მაგრამ არ გამოვიდოდა რა ეგ საქმე. აი უოჭველი არ გამოვიდოდა და ავი ცეცხლი ენთო და აქ დავტოვეთ და დილას უკვე კაი მოპრიალებული დახვდა რაღაცა. ვესტუმრა ხამით შეჭამა წავიდა. ეგეთი ციგარი ცხოველები არიან რაჭაში. სულად გაუცინე და მოგიტანე. მე მაინც გადავდო, სად არის? მომე. შენ წართ. აი ხო. როგორ გავხედა? ეს მინდოდა მეჩვენებინა თქვენთვის, ნახეთ. ეტყობა ოდის ხაც, რავი. ვიღაცამ დააზიანა რა და ნაძვის, ფიჭვის, წიწვოვანი ხეების, ზოგადად ხეების ფის, მაგრამ აი ამებზე განსაკუთრებულად როგორი აღდგენის ფუნქცია აქვს. გამოიწდა ისონ ერთ წამს შეხედეთ ეს რაც არის უკვე გამუქებული კანადრო არის გადაქცეული, სულ ეგ არის ფისი რა, გამოყოფს თავდაცვისთვის და მერე შეკრავს და დაფარავს თავის ჭრილობას. ძალიან მაგარი არის რა. ღმერთმა ყველაფერში რომ ასეთი საინტერესო რაღაც ჩადო. ახლა მირიანი გააკეთებს ჩაის და ყავას. მიწმის ჩაი დალია შენც. რა ძალიან ენერგიული ვარ. გააქვს მიდი.
მეგობრებო, ჩავაბარგდით, დავეშვებით რიცეულას ხეობის ქვედა ნაწილში, სანამ რიონს შეუერთდება და იქ სადმე გაშილ ადგილზე ავაფრენ პირველად FPV დრონს. იმედია წარმატებით დასრულდება. ნახოთ. რამე თქვით რა ხდება? ნათლობა არის ბატრის. იყავ საუკეთესო პილოტი. ისე დაშინებული ვარ უკვე. რატო ხარ? რა ვიცი. აი ეს შეგიძლია ცოტახანი ესე შუბზე კონდეს ხოლმე დაინახო. RGB-ს ჩაიდეს სადმე. ასე თემა ეს არის ამოსაერთი. ეს არ მოუსაფრთხოებდეთ. რამე იყოს რა ვქნა. რამე იყოს რა უნდა ქნა. და მოხვიდე აქამდე რა, ფე არის იქ. არაფერი კარგად. უცები ვერ გაიკეთებ რამე იყოს? არა, ვერა. სათვალე გაიკეთე. გამოვიდა გამოსახულება. აი ეხლა მარჯვენა დაბალზე ხო ხედავ 25 და რაღაცა იწერება, ანუ 24 და რაღაცა. ეგ 21-ზე რო დავა, უკვე უნდა დაჯდე. აი, დიდი ხანი დრონის ჩართვის შემდეგ აუფრენელობა არ შეიძლება. დრონი იფრება ამით. დააწევი დაიქოქა, დააწევი გაითიშა. ხო. მოიცარ დააჭირო. კამერა ძალიან არ არის ახლივ. სა, შეგიძლია დაქოქო და აფრინდე. რა არის? დაწამული. ხო და მოეში. შენ რომ მეუნეოდი თავიდან ეგრევე დაამტრეო. არ დაამტრე ეგრევე, მიდი. ნახე ეგრევე გას არ გაუყარო. ეს თითი არ გაგეთიშოს მე, როცა დაგჭირდება, მაშინ დააჭირეს. ხელები დაუშვი წყნარად. აი ხა ნენერა აფრინდე. ინგადაციე გაუშვი. ანუ ეხა ერთი რაღაცა დაიმახსოვრე. ეგეთი ჩეპერო მოგდის, ეგრევე თიშავ, ამ თიცაწები, რომ ვინმე არ დააზიანო. მოდი ცოტა შორს დავდო. თქვენ გადიჭობია. აი სონარ ვარ გადმოიყვანა ხედავ. აი მაგ ბალახების გამო გადმოვიყანე ხა პირდაპირ ხედავ დრონი. ხომა. ვიცი. აი გაზი მიეცი. ნახე ხა რა არის. ცოტა რომ წამოწე. ეგრევე ოდნავ ეს მიაყოლე რა. შენ დაშუქე. ეგრევე წინ მიაყოლე რომ წინ წახვიდე ნენელა რა. მიეცი ცოტა გაზი. გაზი ცოტა ხა წინ და ძალიან არ გავა. ეხა მოუწია. ეხა ნენელა მოუხვიე. გაზ დააკელი. მოუხვია, ასა შენიოდ გამოგწე. ეხა დადებულება მოიწე. არ მიცე ბევრი გაზი, ეხა ისე მოტრიალდი უკან. აბა სათხა. ყოჩაღ ბადრი. რიონის თავზე ვარ. დინარის თავზე მაინც არიფრინო ჯობია. იღებს ეხა ისე? არა. ჩემ პირველი საცა დავიფრენა. შეიძლება სათვალე იწერდეს, მაგრამ ჩიპი დეფა GoPro თუ და დავაყენოთ GoPro. აი ეხა მისია. ჩვენ წინ ორ წალ იმას ხო ხედავ? რა ქვია? შენობა. მაგ შენობას მივახლავთ. დაბალზე ჩამოდი. ოღონდ სიფრთხილის ნორმებში რა. ნენერა დაიში. დამის უკან გადავყირავდი მე თვითონ. ძალიან ახალ შესული. ხო, ეგ მნიშვნელოვანია რომ ყარათ უნდა იდგე. აი ეხა უყურე როცა სიჩქარე ჩხარა მიფრინო, როგორ არის მუხრუჭი. ანუ მუხრუჭი არის უბრალოდ ცხვირი უნდა აწევინო ზევით. ხო. ხო ხტები ანუ დაატორნიზე. ნელა. ყველაფერი კერი.
აი ხა როგორ ნენერა შეძელი, აი ხა ხო ჩხარა მიფრინა. მოტრიალდი. აი ხა ის ეხა ცხვირი ამოუწიე ცოტა. პირიქიდან ცხვირი რო აწია, უფრო წასვლა ხედო. ხო, მე. ეხა ზემოთ მიდიხარ. ანუ მუხრუჭი ისწავლე რა, სასრო ახედა ესე იგი საატომზე. ხო. აი ეგრე. მეორენაირი მუხრუჭი არის, მიდიხარ და ორივე სტიკი ერთ ხარეზე გაწია და მობრუნდება. მოიცა წავედი. სიტყვაზე. მიდიხარ და ნერა გაწია ორივე. ეგრევე მობრუნდა. ხო. მაგრამ შენ მაგ მობრუნების მომენტში ხო ინერცია გაქვს, ანუ შენ ხო რაღაც თქვა 60 ვიფრინავდი. ხო. შენ რომ მობრუნდი, იმ 60-ის ინერცია ხო უნდა ჩაახშო. ანუ მაგ უნდა დამუღავა, მე გაზი უნდა მიცე. ძალიან არ გაუყარო არ გიდა. რამდენი გაქვს ვოლტაჟი? 21.5. ჩამოდი. ნენერა უკვე დასმაზე უნდა იფიქრო, იმიტომ რომ დასმა პრობლემაა. კაი, სათხარ შენობერთან მოდი და ეხა ეცადე რომ სიჩქარე ჩაახშო. აი ნახე, ნენერა დაშვება დაიწყე და ცხვირი ამოუწიე, აი ეგრე. არ ნელა კიდე ცხვირი ამოუწიე. კიდე დაეში, რატო ხელი? შემეშინდა და იმით. არა, ჯერ ძალიან შეხვდა, გას მიეცი. მე ხა ზუსტი ინსტრუქციებს მიხარ. მიდი ისე ვიგდადექი. მოტრიალდი, ცხვირი ამოუწიე. კიდე ამოუწიე ცხვირი. ზემოთ აღარ წახვიდე. გაზ დაარეგულირე, ნენელა დაბლა დაიშა. ძალიან ნენელა. სტაბილურად ნენელა. დაეში, ცხვირი ამოუწიე და ნენელა და ძალიან მაღალზე ხარ ხა. აი, ძალიან მაღალზე. ნე გაზი მიეცი ცოტა, დაანეშვები. კიდე დაეშვი, ცხვირი ამოუწიე. კიდე დაეშვი, ზემოთ ნუღა მიდიხარ. უნდა დავსვათ ხა უკვე. გაზი ცოტა მიაყოლე, ძალიან ვადნა რო არ იყოს, აი ძალიან ცოტა, მოდი ცოტა წინ. მოდი, არა, ხეებთ ავიღავი. არა უშავს, მოდი, აი ხა ცხვირი ამოუწიე. ნუღა მიდიხარ ზემოთ. გაზი. არა, მომისმინე. ეხლა თამაშობ. უყურე გაზი, ეხლა მაგდენი გაზი აღარ მიცე. მე ცოტა მიეცი, აი ეგრე დაიჭირე. ეხლა უკარატო მიდიხარ. შენი რა. არის დარდო. აი დაიცა. ეხლა ჩაგირთავ engel mode. ან კარგად ეშვი. მოდი დაეში. აი დაეში. აღარ მიცე გაზი ნენელა დაეში. კიდე. აღარ ნუღაცნებ გაზ. ნელა. ძალიან ცოტა მიეცი. დაგდო. აი სტაბილურად მიეცი გაზი. ნელა. აი მაშინ მიჩენეთ ფენდები. აი, ნახე, ეხა engel mode-ს გირთავ. წესით დაიკავებს იმას და იმით დასვი, მოიცა? აი, ეხა წინ აღარ გადაგეხება, ნენელა გაზი. გაუში გაზი. ოპა. ძალიან ბევრი უნდა იმეცადინო. ეხლა engel mode-ით დავაგდებ. როგორი იყო? კარგი იყო. აგე კოკოს. არა. რასაკეთებ, იცი აი სულ ამას შენ უნდა დაიჭირო უბრალოდ გაზი და ნენელა დაეშვა. თან ახლა უყურე. ეს კამერა არის თითქმის გასწორებული, შენ მიწას ხედავდი. ხო. ჩქარა რო ფრენას დაიწყე, ეს უნდა აიხაროს, რომ შენ რო წინ გადაიხრები, წინ ხედავდი. და როცა ამას ესე გადახრი, მიწას ესე რო დადგები ცასახედავ. და ანუ არის მე ურთულესი დასმა რა, ან მე ასაკეთებ იცი რომ აქ რო გინდა დასმა, უნდა აი ესე შემოუფრინო, რომ მიწა აღიქვა და მე დასვა. ხო და ანუ ეგ უნდა იმეცადინო რა, დასმა არის ყველაზე რთული. შენ გჭირს აი ეს. მარა კარგი იყო. კი, არა, პირველ ფრენაზე რო არ გავატოტალე ფრენსა. ეხა დაამუღამე რა. მოდიხარ ამოწევ, ანუ აქ ხო შეამცირებ სიჩქარეს და მე დასვა. ან ეგრე, ან პირდაპირ მოდიხარ და დასვა. რაღაც მომენტში აი სიმაღლიდან რომ დააგდო, ოკეია რა. ბალახებში განსაკუთრებით ასფალტზე არა.
დასმარი ყველაზე რთული. მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი ვიდეო აქ სრულდება. კარგი იქით მოგეწონა ხეობა? კი, ძალიან ლამაზია და მე სხვა შორის არ ვიყავი ნამყოფი და აი სხვა ერს დროს ურჩევ. სხვა დროს რო ვიქნებით და დაბალი წყალი იქნება, უფრო გადავიდეთ. ან ტაკომათი. ან ორი ტაკომათი რომ ორი ვიქნებით. ტაკომათი იქნება მაგარი. კი, ზემოთ უფრო ზემოთაც ასასვლელები ვარ. კი რა, იქით გზა სანამდეც მიდის სწავლოთ. თან მე რომ მიყვარს ისეთი ბუნებაა რა, ხელუხლებელი და ხო. ჯერ ტურიზმი არ არის, მეც არ ვიყავი ნამყოფი და მათ უდადიან შეშაზე და შემოდგომა სხვა შორის ძალიან ლამაზი იქნება. შემოდგომასაც ვიქნები აქ და თუ გინდა კი, წავიდეთ. ფოთლოვანი ტყე იქნება და ძალიან ლამაზი იქნება. ოკეი. შემოდგომას მიღებულია. მირიანს დრონისთვის მადლობა. აი რა ძიგარი მადლობა. ხარ. კარგი პილოტი დადექი. რო ბესტები. რაღაცა ისე გეითები და უშიშარი. ანუ შიში მოიხსენი ხო. სრულიად და ორი კაი აი გამოსწრება. ხო ვიყავი უკვე, სულ აღარ მეშინო. თავიდან მეშინოდა ძალიან. მე თქვი აქვე არ დავლეწოთ ხო. ნუ პირველ ფრენაზე ხა ეგ ხო. ნორმალურია და შიში საერთოდ კარგი არის, იმიტომ რომ ადრენალინის გამოყოფ და ეგ არის მე კარგი კი. და შეგრძნების დონეზე. სხვა რავი რა გითხრათ, მირიანის არხი გამოიწერეთ, ეკუთვნის ყველა ვარიანტში. ჩემით თუ გინდათ პარენ და ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა მაგრად.